Შუადღემ შვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას, ვინც უსმენს Star FM-ს, უყურებთ Star-ზე საერთო სტუდიაში თქვენს განწყობაზე ზრუნვას ყლავთათა განაგრძობს და მე როგორც ტრადიციულად დილის 9 საათიდან გეუბნებით და გახსენებთ დღეს ხუთშაბათია. შესაბამისად მე არ ვარ მარტო და ტრადიციულად თანაწამყვანთან ერთად ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოგესალმებით ხათუნა. გამარჯობათ. ხათუნა, ჩვენ წინა გადაცემაში, ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ ყოველ თვეს ჩვენ გვაქვს მთვარის დაბნელების პერიოდი, სავსემთვარეობა უკაცრავად და მე მაინტერესებს ივლისის თვეშიც თუ გველოდება სავსემთვარეობა. რა თქმა უნდა გველოდება, ყოველთვიური პროცესი. რას პირდება, რას მოგვიტანს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს ალბათ, ხო? არა, მთლად ნეგატივით ნუ განმოწყობით, უბრალოდ არის რაღაცა ზომები პრევენციული, რომელიც საჭიროა დავიცვათ. სავსემთვარეობა ივლისის თვეში იქნება 20 ივლისს, ღამის 2 საათზე დადგება და ეს ის მომენტია, როდესაც 20 ივლისს ღამის 2 საათზე. კი, ღამის 2 საათზე სავსემთვარეობა დადგება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი გრძელდება თვითონ სავსემთვარეობის მომენტი. ეს ის პერიოდია, როდესაც მთვარე ოპოზიციას უკეთებს, ზუსტ ოპოზიციას უკეთებს მზეს. ამ შემთხვევაში მთვარე დგას კირჩხიბის ნიშანში, სავსემთვარეობა შესაბამისად კირჩხიბში გვექნება და აი ეს პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, სულ რამოდენიმე წუთი გრძელდება, თუმცა მისი ზეგავლენა უკვე წინა დღიდან შეიქმნება შესაგრძნობი, ანუ 19, 20 და მომდევნო კიდევ ერთი დღე, 21 ივლისიც სავსემთვარეობის ზეგავლენის ქვეშ ჩაივლის და ამიტომ საყურადღებოა გავითვალისწინოთ ის რაღაცეები, რაც ამ მოვლენას ახლავს თან. ზოგადად ყველა სავსემთვარეობა ადამიანებში ემოციურობას აღწევს, მაგრამ როგორ იქნება სავსემთვარეობა თხის ხაში, ამაზე ახლა მოგახსენებთ. იმიტომ თხისქას კიდევ თავისი ელფერი აქვს. იმიტომ რომ მთვარე ხდება თხის ხაში. მთვარე ხდება თხის ხაში და აი ამ მომენტისათვის რა იქნება დამახასიათებელი. პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი სავსემთვარე ადამიანებში მოზღვავებულ ენერგიას იწვევს და უნდა ვიცოდეთ, საით გაუშვათ ეს ენერგია, რომ ამ ენერგიამ არ გამოიწვევს ნეგატიური რაღაცეები, ხო? თვითონ ეს მთვარე თხისრქას რა ახასიათებს? გავიხსენოთ, თხისრქა არის ამბიციური, თხისრქა არის შრომის მოყვარე. შესაბამისად, ადამიანებს აი ამ პერიოდში ემატებათ აი ეს თვისებები. კიდევ უფრო ამბიციურები და აქტიურები ხდებიან ალბათ. ისინიც კი, ვინც ზოგადად თავს მაინდა-მაინც ამბიციურებად არ მიიჩნევენ, აი ამ 3 დღის მანძილზე ემატებათ ამბიციურობა და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს, რომ გაუჩნდეთ სურვილი, მოთხოვნილება თავისი აზრი სხვას მოახვიონ თავზე. იყვნენ ბევრად უფრო დიქტატორულები, ვიდრე მანამდე იყვნენ და ეს შეიძლება გავრცელდეს როგორც ოჯახის წევრებზე, ისე სამსახურში. მით უმეტეს ისახოს უკვე უარყოფითად, ხო, ზედმეტი ამბიცია. ზედმეტი ამბიცია. ამიტომ რა არის მიზანშეწონილი, რომ ეს ჩვენი მოზღვავებული ენერგია გაუშვათ იმ საქმეების და იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც სხვათა შორის ახალ მთვარეობაზე, ანუ 2 კვირით ადრე დავიწყეთ. და მაშინ ძალიან მაღალი შედეგების მიღება შეგვიძლია ზუსტად აი ამ პერიოდში. თუ კი ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ენერგია არ მოვაკელით იმ საქმებს, აი ამ 2 კვირიანი დროის მანძილზე და რაღაცა ჩვენი შრომა და ჩვენი ისინი ჩავდეთ, ხო? პოტენცია რაღაცა. თხისქა მოგეხსენებათ, რომ ძალიან შრომის მოყვარე ნიშანია, მაგრამ აი ამან შეიძლება მეორე უკიდურესობა გამოიწვიოს, რომ ძალების გადახარჯვა მოხდეს აქ. ამიტომ ჯობია, რომ ჩვენი ქმედებები იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული, დაგეგმილი, ისეთი ზუსტად როგორც თხისრქას უყვარს, იმიტომ რომ თხისრქა უკაცრავად ყველა თავის ნაბიჯს სკრუპულოზურად გათვლის ხოლმე. და აი ზუსტად ესეთები უნდა ვიყოთ ჩვენც აი ამ პერიოდში. თხისრქის გავლენა დაკავშირებულია არამხოლოდ ძალაუფლებასთან და ამასთან ამბიციურობასთან, ასევე თანხების გადანაწილებასთან და შესაძლოა აი ეს დაპირისპირებები, რომელიც ზევით ვახსენე და საკუთარი ძალაუფლების გამოჩენის სურვილი აი ამ სფეროში იყოს გამოვლენილი.
სავსემთვარეობა აი ეს ღერძი, რომელიც წარმოიშვება მზისა და მთვარის დაპირისპირებით, აი ამ ღერძს ნეგატიურ ასპექტს უკეთებს, ნეგატიურად დგას ამ ღერძის მიმართ ურანი, რომელიც ითვლება მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტად. ამის გამო შესაძლოა აი ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, სრულიად მოულოდნელად, სრულიად თითქოს მოწმენდილ ცაზე ისე იქნას რაღაც შემთხვევები, რაღაც მოხდეს. ასევე ურანი არ არის სასურველი პლანეტა იმ თვალსაზრისითაც, რომ იწვევს გარკვეულ ტექნიკურ ავარიებს. ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით საჭისთან, როდესაც ვზივართ, ასევე შეიძლება მწყობრიდან გამოვიდნენ გარკვეული ელექტროხელსაწყოები, მაგალითად იგივე მობილური, იგივე კომპიუტერი, იგივე რაღაცა რაც ელექტრომიქსერი, სხვა თუ არაფერი, ხო? რადგან სასემთვარეობა პროექციას აკეთებს საქართველოს რუკის, ასტროლოგიური რუკის მეშვიდე სახლზე და მეშვიდე სახლი ეს არის კონკურენცია, ეს კონკურენციის საკითხებიც შესაძლოა წინ წამოიწიოს ამ პერიოდში. თუმცა ნეგატივზე ვისაუბრეთ და პოზიტივის გარეშე არ რჩებით. დადებითი არის, კი არის. დადებითი ნამდვილად არის, ეს არის აი იგივე ღერძის მიმართ მარსის ჰარმონიული ასპექტი, რაც იმას ნიშნავს, მარსი არის ჩვენი აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ აქტივობამ სწორმა აქტივობამ შესაძლებელია ყველაფერი აი ეს ნეგატივი და ბალანსოს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვარფუძებით ჩვენი აქტივობა არის თუ არა სწორი, შეიძლება როგორ შეიძლება მივხვდეთ, ან თუ მე მაქვს ზედმეტი ამბიცია რაღაცაში და განსაკუთრებით აი ეს კონკურენციაც გამიმძაფრდა ამ დროს. მაგრამ მე მგონია რომ ყველაფერი არის სწორი და მე ვარ მართალი. მოვლენები დაგანახებენ. ანუ ყველაფერი დამიტრიალდება პირიქით, ანუ საწინააღმდეგო. მოვლენები დაგვანახებენ, თუ რაღაცა გვექნება ამ დროს ბარიერები, ხელი შეშლა, შეფერხება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მოძრაობთ და ამ შემთხვევაში რაღაც ჩვენი ქმედებები ცოტა უნდა შევზღუდოთ, ჩვენი ამბიციები ცოტა უნდა შევკვეცოთ. გასაგებია. და პირად ურთიერთობებშიც სარადადებდება ეს. პირად ურთიერთობებში დიდად არ აისახება იმ თვალსაზრისით, რომ თხის რქა ცოტა იყოს ცივია. უფრო კარიერისკენ არის. ხო, უფრო კარიერისკენ არის მიმართული, რომ თქვათ ესე, რომ გინა თუ არა პირად ურთიერთობებზე, აქ არ იქნება ეს დღეები პირად ურთიერთობებზე აქცენტი. სამაგეროთ უკვე ერთი კვირის თავზე გველოდება ძალიან საინტერესო მოვლენა, ეს არის ასტროლოგიურადაც და ასტრონომიულადაც მზე გადადის ლომის ნიშანში. და უკვე იქ გააგრძელებს თავის სვლას. ეს რაც გამოიწვევს პირველ რიგში მოდით ლომებს მიულოცოთ. ლომებო გილოცავთ, ვლოცავთ ასევე ცეცხლის დანარჩენ ნიშნებს, ვერძებსაც და მშვილდოსნებს, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან კარგი პერიოდია, ცეცხლის სტიქიაში მოძრაობს მზე და ისინიც ენერგიით ივსებიან. ასევე კარგი პერიოდია ჰაერის ნიშნებისათვის, უფრო სწორად სასწორისათვის და ტყუპებისათვის, აი მერწყულებს ცოტა არ იყოს ეს რამდენი ხანი გაგრძელდება? ერთი თვე. და გეტყვით მე როდესაც გადავალთ უკვე ქალწულში, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ ერთი თვის მანძილზე ყველაზე კარგად იგრძნობენ თავს ლომები. ლომების შემდგომ ვერძები და მშვილდოსნები და ჰაერის ნიშნები სასწორი და ტყუპები. მერწყულს უჭირს. რატომ? იმიტომ რომ ლომის საპირისპირო ნიშანში დგას და ოპოზიციურია მისთვის ეს მზე. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ზოგადი შეფასება, პირადი ჰოროსკოპი თავის მინიშნებებს იძლევა და თავის გარკვეულ აქცენტებს სვავს. სავსემთვარეზე უკაცრავად მთვარის მზის ლომში მოძრაობის დროს წინ წამოიწევს ისეთი თემები, როგორიც არის ჰუმანიზმი. აქ მომძლავრდება სუსტების დაცვის სურვილი და ადამიანებს ექნებათ გაუჩნდებათ დიდი მოთხოვნილება, რომ ისევე როგორც სავსემთვარის ზეგავლენა მოიტანა და ამ თვეში იქნება ეს ხელშესახები და შესამჩნევი, აქაც ძალაუფლების სურვილი საკმაოდ გააქტიურებული იქნება, იმიტომ რომ ლომი ბრძანებელია მოგეხსენება და აი იმ აქცენტებს ესეც პასუხობს, რაც
წინაზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ტრადიციულად ძალიან ხელსაყრელი პერიოდია პოლიტიკოსებისათვის. იმიტომ რომ მათ იგივე დებატებში გამოსვლის დროს მეტი მჭერმეტყველება აქვთ ხოლმე და მეტი დამაჯერებლობა მათ საუბრობს. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ ლომების ნიშნის ქვეშ თუ არიან დაბადებულები ეს ადამიანები, მათთვის ხაზგასმულად უკეთესი პერიოდი იქნება, ვიდრე დაუშვათ იგივე კირჩხიბისთვის, რომელმაც უკვე გაიარა ეს თავისი წარმატების ყველაზე მაქსიმალური შესაძლებლობა. ის ზოგადი პროგნოზით თორე პირადი რუკა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებს შეიძლება აჩვენებდეს. საგებია ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე მგონი ხელსაყრელი დრო დგება პოლიტიკოსებს. კი, ეს ის პერიოდია კიდევ, კი, და სხვათა შორის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია. ასევე კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისათვის. აი, ტეღან რო იკითხე პირადი ურთიერთობებიო, პირადი ურთიერთობები უკვე კვირის ბოლოდან დაიწყებს გააქტიურებას და აღმასვლას და ეს არის ხოლმე ერთ-ერთი იმისი მიზეზი, როდესაც ლომის ნიშანში მოძრაობს მზე, რომ კურორტული რომანები რომ გაიზრდება ხოლმე რიცხობრივად, თუმცა არა მხოლოდ კურორტული, მინდა ვთქვა, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩასახვების რაოდენობაც იმატებს. ძალიან საინტერესო საკითხია. ჩასახვებს რაც შეეხება ასტროლოგიური თვალსაზრისით შეიძლება დაიგეგმოს ბავშვის ჩასახვის პერიოდი? როგორ შეიძლება? შეიძლება და ძალიანაც წარმატებითაც კი, უშვილო წყვილებისათვის ძალიან საინტერესო მეთოდიკები არსებობს ასტროლოგიაში, რომლებიც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული. მთვარე მოგეხსენებათ ქალის ფიგურას განასახიერებს ასტროლოგიაში და არა მხოლოდ ჩვენი ინტუიციის წარმომსახველია, არამედ ჩვენ ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ციკლებსაც უკავშირდება, მათ შორის რა თქმა უნდა ქალის მენსტრუალურ ციკლს, რომელიც პასუხისმგებელია ზუსტად ჩასახვაზე, ხო? გასაგებია და უფრო ზუსტად ან ჩასახვისთვის რომელი ეტაპია, პერიოდია უკეთესი, ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. მანამდე კი მინდა რომ კიდევ ერთხელ მივმართო წყვილებს, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ ყავდეს შვილი, ეს ყველაფერი შესაძლებელია ასტროლოგიის დახმარებით. რეკლამა და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. კულტურის სამყაროს წამყვანი თემები. ბალანჩინის სპექტაკლების უფლება გვაქვს მიღებული, რომ ვიცეკოთ, ეს ნიშნავს, რომ დასის ხარისხი არის მაღალი. მინდა რომ ეს გამოცემაც ძალიან გვაქვს სურვილი, რომ გავრცელდეს უფასოდ ისევე, როგორც ყველა ეს გამოცემები ქართული გალობის აღსადგენად და მისი პოპულარიზაციისთვის. ინტერვიუები ხელოვანებთან. ვეცადოთ, რომ ცოტა უფრო შორს წავიდეთ და ცოტა უფრო ზოგად საკაცობრიო დონეზე დავაყენოთ ჩვენი ქართული ამბავი თუ დგება. მეზობიტნაძის ინდივიდუალური შემოქმედების საღამოზე ჯერ ლაპარაკი არის. ბედნიერი, რომელსაც ყავს ასეთ ამდენი ვარსკვლავი. კვირის მთავარი მოვლენების მიმოხილვა. ყველა ის ტრადიციული ღონისძიება, რაც წლის განმავლობაში და გაზაფხულის ზაფხულის განმავლობაში ტარდება ხოლმე, ყველა ეს ტრადიციული ღონისძიება, ძირითადად ფესტივალები, ასე თქვა გაგრძელდება. წიგნი მოდური გახდება ადრე თუ გვიან და ადამიანები გაიაზრებენ, რომ კითხვა არის პოპულარული და საჭირო ამბავი. ეს არის კინოპროდუქციის წახალისება და უცხო კინოპროდიუსერების მოზიდვა საქართველოში. უცნობი ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან. ეხლა როგორც სოსოდადის სისპერთეში დავდიოდი კაბინეტებში, მაგრამ შედეგი არ იყო. დგება მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის ხარისხი არ მაძლევს უფლებას დარჩა მხოლოდ ხელოვანი. მე ვცეკვავდი როგორც ებითიში, ასე დანიაში, ასევე ახლა არ მინდა კოვენგარდიში ვცეკვავდი, რატო იქ არ აყავდა თავისი სოლისტები? ყოველ ოთხშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე სტარვიზიისა და რადიო სტარ FM-ის ეთერში. აქტუალური თემა კულტურა.
მედია პლატფორმა StarVizia ახლა უკვე ხელმისაწვდომია თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც. ჩამოტვირთეთ StarVizia-ის აპლიკაცია თქვენს მობილურში და აირჩიეთ ის, რაც მოსახერხებელია თქვენთვის ამ მომენტში. უყუროთ StarVizia-ს, უსმინოთ Star FM-ს, თუ წაიკითხოთ Newsday-ში. StarVizia. უყურეთ, უსმინეთ, წაიკითხეთ. ახლა უკვე თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით, რომელიც მიხედვითაც ასტროლოგია შეუძლია დაგვიგეგმოს ორსულობა და გვითხრას აი ზუსტი ფაზა, დრო, როდის არის უკეთესი რომ დავგეგმოთ ორსულობა. ამასაც დაკავშირებით იქნებ დეტალურად გვესაუბროთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში ბევრი უშვილო წყვილია და დავიხმაროთ ასტროლოგია. კი ბატონო, დავეხმაროთ ასტროლოგიას. საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ქალები ასტროლოგიას და უბრალოდ მთვარის ფაზებს და ითვლებოდა და დადასტურებული იყო ეს შედეგებით, რომ მთვარის ამავალ ფაზაზე უფრო ხელსაყრელი იყო პერიოდი ჩასახვისათვის, ვიდრე ამავალზე, რა თქმა უნდა, რაც ზრდას უწყობს ხელს, ის უწყობს ჩასახვასაც. განსაკუთრებით კარგი დღეები მიჩნეულია რომ არის მთვარის მეორე, მესამე და მეშვიდე დღეები აღმავალი ფაზის პერიოდში. მაგრამ ეს არის მაინც ძალიან ზოგადი მითითება, ხო ხვდებით და 100%-იან გარანტიას არ იძლევა. თუმცა ესე იყო საუკუნეები, მაგრამ ისევე როგორც სხვა მეცნიერებები ვითარდება, ასტროლოგიაც ვითარდება და გასულ საუკუნეში მე-20 საუკუნეში ჩეხი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო ერთ-ერთი ადამიანი იონასი გვარად ამ ადამიანის მიერ აღმოჩენილი იქნა ძველ ასურულ და ბაბილონურ დოკუმენტებში, ასტროლოგიურ დოკუმენტებში მინიშნება იმის შესახებ თუ როდის არის ჩასახვა უფრო ხელსაყრელი. ეს იყო მინიშნება, რომლიდან გამომდინარე ძალიან ძნელი იყო კონკრეტული რაღაცის თქმა. ეს ადამიანი მით უმეტეს რომ იყო გინეკოლოგი თავისი მომავალი სპეციალობით, დაინტერესდა და დაიწყო კვლევები. და 1968 წელს მას უკვე დაარსებული ჰქონდა კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ერქვა ASTRA. და ესეთი სახელწოდება მოუძებნა. აი ამ ინსტიტუტის ბაზაზე იქნა გამოკვლეული პაციენტები, ვინაიდან ეს დოქტორი იონასი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა აი იმ ჰორმონალური ციკლის გარდა, იქიდან გამომდინარე, რაც მან ძველ ტექსტებში წაიკითხა, ქალს ჰქონდეს ინდივიდუალური ციკლი და ეს ციკლი დამოკიდებული იყოს მთვარის იმ ფაზაზე, თუ რომელ ფაზაშიც დაიბადა თვითონ ქალი. ანუ, აი ვთქვათ, მე არ ვიცი შენ რომელ ფაზაზე ხარ დაბადებული, ვთქვათ, დაიბადე სავსე მთვარეობისას, ხო? მომავალში თუ შენ ჩასახვაზე დაიწყებ ფიქრს, უნდა შეარჩიო პერიოდი, რომელიც სავსე მთვარეობის პერიოდს დაემთხვევა. თუ კლებად ფაზაზია დაბადებული ადამიანი, ხომ ითქვა წეღან რომ დავუშვათ კლებადი ფაზა არასასურველი. მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, მაინც კლებად ფაზაზე მოხდება ჩასახვა და არა ზოგადად. რომელი ფაზის დროს დაიბადა თავად ფაზის დროს დაიბადა თავად დედა. აი ამ მეთოდით აირჩა 360 პაციენტი, რომლებიც 3 და მეტი წლის მანძილზე ითვლებოდნენ, რომ უნაყოფოდ, უშვილოდ, ჰქონდათ ჩასახვის პრობლემები, აბსოლუტურად სტერილური არა, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ჩასახვის უბრალოდ პრობლემები და აი ამ ადამიანებს, აი ამ ქალბატონებს, აი ამ კაცმა შეუდგინა ჩასახვის ინდივიდუალური კალენდარი, თითოეულს თავისი მორგებული თავიანთი დაბადების მთვარის ფაზაზე. და 1 წლის თავზე აი ამ 360 ქალიდან 327-ს უკვე ფეხმძიმობა ჰქონდა. ძალიან მაღალი შედეგია დამეთანხმებით. ფაქტობრივად 90%. ხო. ამიტომ ამ ეტაპზე თუ იყენებენ გავს ქალბატონებს თუ მოუმართავთ თხოვნით. უშვილობის პრობლემით ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე და მე
ხებიან რომ არის ეს ქალი თვითონ თავიანთ თავზე ვარ თუ არა აბსოლუტურად სტერილური თუ მაქვს რაღაც შანსებიო რა თქმა უნდა ლუკაზე ეს სტერილური არის თუ არა ესეც შეუძლია რომ დაადგინოს ასტროლოგია კი ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა მთვარეზე მთვარე უნდა იყოს სასურველია რომ იყოს ნაყოფიერ ნიშნებში ნაყოფიერ ნიშნებად ითვლებიან დედრობითი ზოდიაქოს ნიშნები და თუ მსმენელს აინტერესებს ალბათ და ჩამოუთვლით სად აყავთ მთვარე თუ იციან თავიანთ პირად რუკაში შეიძლება შეუძლიათ გადაამოწმონ თუ არა და ვეტყვი როგორ ესე იგი დედრობითი ნიშნები არის წყლის და მიწის სტიქიის შესაბამისად წყლის სტიქიის არის კირჩხიბი მორიელი თევზები ხოლო მიწის სტიქიის არის კურო ქალწული და თხისრქა აი ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისათვის, ქალბატონებისათვის, რომელსაც მთვარე ამ ნიშნებში ყავთ, ბევრად უფრო ადვილია დაორსულება. ვინაიდან ისინი აი ეს მთვარე მათი არის ხო, კარგ მდგომარეობაში. იქ უნდა იყოს ასევე ჰარმონიული ასპექტებიც და კიდევ სახლების განლაგება, რომელიც უკვე პირადი რუკიდან ჩანს, ასეზე პირად ვერავის ვეტყვი. მაგრამ დავუშვათ იბადება კითხვა, მე რა ვიცი, სად არის ჩემი მთვარე, ხო? არაფერი ამის გაგებას არ უდგია წინ, შეგიძლიათ შეიყვანოთ ხო, არა, რუკასაც არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ მოძებნოთ მთვარის კალენდარი ინტერნეტში, შეიყვანოთ თქვენთვის საინტერესო თარიღი და ნახოთ სად ყოფილა იმ პერიოდში. ანუ შეყვავს ჩვენი დაბადების თარიღი. ჩვენი დაბადების თარიღი, ხო, მთვარის კალენდარში შესაბამის წელს და შესაბამის რიცხვში, ხო? ეს მთვარის ზემოთ ჩამოთვლილი პერიოდები, ანუ ნაყოფიერი ნიშნები, არა მხოლოდ ჩასახვაზე იძლევა შედეგებს, რა თქმა უნდა, იძლევა, არამედ ასევე შეიძლება სქესის განსაზღვრაც. ანუ ასტროლოგია შეუძლია რომ განსაზღვროს სქესი ეს ძალიან საინტერესოა, ან ჩასახვამდე შემიძლია დავგეგმო ისე რომ მინდა გოგო მყავდეს, მინდა ბიჭი მყავდეს. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად ახლა მშობელი როცა ეკითხები რა გინდა გყავდეს, ეს გვახასიათებს ქართველებს, პასუხობს რომ სულ ერთია, ოღონდ ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ხო? მაგრამ ძალიან ხშირი შემთხვევა რომ გაუგიათ არის გოგო და ამის გამო მოუცილებიათ ბავშვს. ან პირიქით არ უნდა მეექვსე ვაჟი და მიდიან ამბობს. ბიჭებს უხლარ ექნება. ბიჭებს უხლარ ექნება პრობლემები. ხო, რაღაცა. ამის დაგეგმვაც შეიძლება ასტროლოგიურად და ძალიან მაღალი წარმატებით. აქაც სადღაც 90%-იან შედეგებზე არის საუბარი და ანალოგიურად, როგორც თქვი, მიწისა და წყლის ნიშნის მასში ფაზაში, როდესაც გადის მთვარე მიწის ნიშანს ან წყლის ნიშანს მიმდინარე პერიოდში, იმ პერიოდში ჩასახული ბავშვები გოგოებად ევლინებიან ქვეყანას, ხოლო ვაჟის დაბადება უფრო მაშინ არის მაღალი ალბათობით მოსალოდნელი, როდესაც მთვარე გადიოდა ჩასახვის პერიოდში, მას რა ქვიან, მამრობით ნიშნებს, ანუ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებს. აი, ესეთი საინტერესო სტატისტიკა ნამდვილად არსებობს და ეს მეთოდი საკმაოდ გამართლებულია. მართლა ძალიან საინტერესოა. თქვენ გქონიათ შემთხვევა, რომ თქვენი დახმარებით გოგო ან ბიჭი მოვლენილა ქვეყანას? ასე, იცით რა, ჩემთან მოდიან ძირითადად უშვილობის პრობლემის გადასაწყვეტად და იმდენად უნდათ შვილი, რომ იქ აღარ არის ხოლმე იმაზე საუბარი, გოგო იქნება თუ ბიჭი, იქ ნამდვილად არის იმაზე საუბარი, რომ იყოს. იყოს. ალბათ რა მაგარი შეგრძნება, როცა იყოს და როცა ძალიან სასიხარულო და ძალიან ბედნიერი შეგრძნება არა მხოლოდ დედისათვის და მამისათვის და მათი ახლობლებისათვის, არამედ ჩემთვისაც, როდესაც იმ პერიოდში, როცა მას ვურჩევ, რომ აი ამ პერიოდში გააკეთოს შესაბამისი პროცედურები, აქ საუბარია ხოლმე ძირითადად ინვიტროზე, კი ბატონო, ხელოვნურ განაყოფიერებაზე, იმიტომ რომ სასწაულად დიდი თანხები ღირს აი ეს საქმე და მოდიან იმიტომ, რომ სწორად დაგეგმონ და არ აღმოჩნდეს მათი მოლოდინი და თანხა უაზროდ გადაყრილი და იმედგაცრუება არ ქონდეთ და მართლაც იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ დავგეგმეთ და აი ეს იყო მართლა ძალიან დიდი ფურორი და სიამოვნების პიკი, რაც ქვია, როდესაც 9 თვის მერე
ქვეყანას პატარა არსება მოევლინა. და როდესაც დავშვათ, ქალბატონი არის, აბსოლუტურად ჯანსაღი შეუძლიაშვილის გაჩენა და ამ შემთხვევაში მეუღლეს აქვს პრობლემა, საქართველოს ერთადად ქალს ბრალდება დედამთილები ხარ ყავს შვილიდან ასე შემდეგ. ხო, არა, მამაკაცის სტერილურობაც ჩანს რუკაში. მოღონდ მამაკაცის უკან უნდა იყოს, ანუ ქალბატონი მარტო ვერ გაიგებს ორივეს. არა. შეიძლება ქალს კონდეს აბსოლუტურად წესრიგი ყველაფერში ამ ასტროლოგიური თვალსაზრისით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გინეკოლოგიური თვალსაზრისითაც ის ჯანმრთელი იქნება და ასეთ შემთხვევაში ალბათ ასტროლოგმა უნდა დაუშვოს ისე როგორც მედიკოსმა გინეკოლოგმა კითხვა, რომ ხომ მოდი გავიგოთ, ხომ არ აქვს პრობლემები მეუღლეს. კი ბატონო, რა. მამაკაცები ცოტა თავს არიდებენ ხოლმე ამ. მე ჯანმრთელი ვარ. მე ჯანმრთელი ვარ. მაგრამ ხო, არ არის ესე, კაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები და ესე ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რომ კი ბატონო. არა, სამწუხაროდ არა, რატო საბედნიეროდ, იმიტომ რომ შემდეგ ეს მიყვარს აი დედამთილები, რომელიც ძლებს ჩაგრავენ, რომ ჩემს წელს შვილი არ ჭება და ბოლოს რო იგებენ, რომ მის შვილს არ უჩნდება. შემდეგ ძალიან სხვანაირად იქცევი ახლა და მე მომწონს ასე. ხო, არა, ასტროლოგიას ბევრი სხვადასხვა რაღაცებში შეუძლია დახმარება და აი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ ეს დახმარება, როდესაც ხო წყვილს უშვილო წყვილს ეხმარები, რომ მათ შთამომავლობა ყავდეს. თან ძალიან მარტივად ეს ყველაფერი და რაც თავარია ძალიან ეკონომიურად. ანუ იმისათვის რომ ჩვენ არ დავხარჯოთ ბევრი ფული და ჩვენი მცდელობა არ იყოს წყალში ჩაყრილი, შეგვიძლია რომ მივმართოთ ასტროლოგ ხათუნა ნოელს და შესაბამისად მე დარწმუნებულია რომ ყველაფერი კარგად გექნება, თუმცა არ დაივიწყოთ რომ დედის სიტყვა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. და ისეთი საინტერესო თემებით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ერთმანეთს მომდევნო ხუთშაბათ შევხვდებით. მადლობთ კიდევ ერთხელ ამ საინტერესო თემისთვის და მოდით თუ გსურთ მიმართოთ და ადამიანებს უთხრათ, რაც შეიძლება რომ მოგმართონ უშვილო წყვილებს, ეს ყველაფერი თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. შეუძლიათ მომმართონ Facebook-ის გვერდზე ჩეულებრივად ქართული შრიფტით აკრიფონ ხათუნა ნოელი და მომწერონ თავიანთი პრობლემების შესახებ. ვისაც არ აქვს დაუშვათ Facebook-ზე წვდომა, ვეტყვი ჩემს მობილურის ნომერს 599 07 68 70. გამიმეორო? გაიმეორეთ. 599 07 68 70. და ასევე შეგიძლიათ რომ მოგწეროთ Facebook-ის სტარ FM-ის გვერდზე სტარ FM 939 ან დაარეკოთ